იცოდით, რომ ქუჩის მოვაჭრემ მიშლენის ვარსკვლავი მიიღო? წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ კულინარიულ ჯილდოს იღებთ კერძისთვის, რომელიც სულ რაღაც $9 იღირს. გაიცანით, ჩან ჰონ მენი ის წლების განმავლობაში სინგაპურის ქუჩაში, პატარა, ცხელ ჯიხურში, დღეში 17 საათს მუშაობდა და სოიოს სოუში მომზადებულ ქათამს ყიდდა. მიშლენის ვარსკვლავები, როგორც წესი, ასოცირდება ძვირად ღირებულ რესტორნებთან, თეთრ გადასაფარებლებთან და ასობით $1 ღირებულების მენიუსთან. მაგრამ 2016 წელს მიშლენის კრიტიკოსებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენეს. მათ ჩანის დახს უმაღლესი შეფასება მიანიჭეს. თავად ჩანს კი, როცა დაურეკეს ეგონა, რომ ვიღაც ეხუმრებოდა. მისი კერძი იმდენად იაფი იყო, რომ მას მსოფლიოში ყველაზე იაფ მიშლენის ვარსკვლავიან კერძს უწოდებდნენ. ამის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა. $9 ქათმის დასაგემოვნებლად ხალხი რიგში საათობით დგებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით მისმა ობიექტმა მიშლენის ვარსკვლავი დაკარგა, ჩან ჰონ მენი დღემდე რჩება ადამიანად, რომელმაც დაამტკიცა, რომ მსოფლიო დონის კულინარია მხოლოდ ძვირად ღირებულ რესტორნებში არ იქმნება. თქვენი აზრით, საქართველოში რომელი კერძი იმსახურებს მიშლენის ვარსკვლავს? დაგვიწერეთ კომენტარებში და გამოიწერეთ ჩვენი არხი საინტერესო ისტორიებისთვის.